გამარჯობა მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მრავალ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. კიდევ ერთი საინტერესო შეფასება კვარაცხელიაზე. Top4-ია სკანდალური ჩხუბი. რა მოხდა რეალურად? ყველა ის საინტერესო დეტალი დღევანდელ ვიდეოშია. მოტივაციისთვის კი თხოვნა რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე, რადგან თქვენი მხარდაჭერა მე დიდ მოტივაციას მაძლევს. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი, რადგან ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 102,000 გამომწერზე ავიდეთ. ერთი კლიკით კი შეგიძლია რომ მხარდაჭერა გამოხატო. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ კვარაცხელიათი, რადგან მის შესახებ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეფასება გავრცელდა და ამჯერად ეს შეფასება ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავისგან მოდის. ესპანური ბეტისის 20 წლის შემტევმა ხესუს როდრიგესმა ეისისთან ინტერვიუში იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც გასულ სეზონში მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მან პირდაპირ კვარაცხელია გამოარჩია. იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც ნაკლებად ვიცნობდი, კვარაცხელიამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ჩემსავით მემარჯვენეა. საკმაოდ ბევრს ვაკვირდები და ის უბრალოდ ფენომენია. მატჩი, რომელიც მან პარიზში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ჩაატარა, დაუვიწყარი იყო. პოლიცეს დაუჯერებლად მიმაჩნია, უმაგრესი ფეხბურთელია. შესაძლოა ახლა ისინი მსოფლიოს ორი საუკეთესო გარემარბია პირველი ნომრის შემდეგ. პირველ ნომრად კი მან ლამინ იამალი დაასახელა. როდრიგესმა აღნიშნა, რომ იამალი თავის ასაკში უკვე გადამწყვეტი ფიგურაა. თითქმის აჩქარების გარეშე შეუძლია მეტოქეების ჩამოტოვება და მას აქვს ის ქუჩის სტილის ფეხბურთი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. და რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ თაობაზე და საფეხბურთო ემოციაზე ვსაუბრობთ, აქვე მინდა ახალი ქართული პროექტის გაგაცნოთ, Golden Goal G. ეს არის ქართული ფენტეზი პლატფორმა, რომელიც წარს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფებიდან აიღებს. საიტზე ძალიან ბევრია ნამუშევარი. გვინდოდა გუნდის აწყობა უბრალოდ ტექნიკური პროცესი არ ყოფილიყო, არამედ სასიამოვნო გამოცდილება, დახვეწილი ინტერფეისი, ფეხბურთელების არჩევა, მეგობრებთან და სხვა გულშემატკივრებთან შეჯიბრი და რაც მთავარია თამაშდება პრიზებიც. პირველ ადგილზე გასული მოიგებს პერსონალურ გეიმინგ კომპიუტერს, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. Golden Goal-ზე ყველაფერი ჩვენი სახსრებით ავაწყეთ. საიტით, სისტემა, დიზაინი, ფუნქციები და პრიზები ჩვენვე დავაწესეთ, რადგან გვინდა რომ ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს ჰქონდეს საკუთარი, თანამედროვე, ხარისხიანი ციფრული სივრცე, სადაც დაემატება ახალი ფენტეზი ტურნირები, ახალი რეჟიმები და ბევრი საინტერესო დეტალი. მთავარია თქვენი მხარდაჭერა. ამიტომ შევდით Golden Goal G-ზე, ააწყვეთ გუნდი და დაუდექით გვერდში ქართულ საფეხბურთო პროექტს. ეს პლატფორმა თქვენთან ერთად უნდა გაიზარდოს. ახლა კი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ამბავზე გადავიდეთ, რომელიც PSG-ს უკავშირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, PSG Manchester City-ს ნახევარმცველით როდრით ინტერესდება. როგორც ცნობილია, როდრი City-სთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და დიდია შანსი, რომ ესპანელმა კლუბი დატოვოს. ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, როდრით PSG აქტიურად ინტერესდება და ფეხბურთელს ლუის ენრიკემაც უკვე დაურეკა. ენრიკეს კარგად ესმის თუ რა დონის ფეხბურთელია როდრი, ტაქტიკურად ჭკვიანი ბურთთან მშვიდი. და თუ PSG მართლა შეძლებს ასეთი კალიბრის ფეხბურთელის დამატებას, მაშინ პარიზელების პროექტი კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. წარმოიდგინეთ, გუნდი სადაც შეტევაში კვარაცხელია, დემბელე, დუე ან სხვა მაღალი კლასის შემტევები არიან, ხოლო ნახევარდაცვაში როდრისნაირი ფეხბურთელები თამაშის რიტმს აკონტროლებენ. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა კი მინდა გადავიდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არხი ფეხბურთზეა აგებული, ილია Top4-იას გარშემო ისეთი ამბავი დატრიალდა, რომელიც ჩვეულებრივ მარცხზე ბევრად დიდია. ოფიციალურად ვიცით ერთი რამ, ილიამ წააგო, KG-მ ქამარი მოიგო, ბრძოლა კი კუთხემ გააჩერა, მაგრამ როგორც კი შეხვედრა დასრულდა, ინტერნეტი თითქოს ორად გაიყო. ერთი მხარე ამბობს, KG-მ უბრალოდ კარიერის საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა. მეორე მხარე კი სვამს ძალიან მძიმე კითხვებს. რატომ გამოიყურებოდა KG ასე გამძლეთ? რატომ ვერ გატეხა Top4-ია მის მაშინ, როცა მეორე რაუნდში აშკარად მძიმე დარტყმები ჰქონდა? რატომ იყო ეს ყველაფერი ასეთ განსაკუთრებულ, პოლიტიკურად დატვირთულ საღამოზე? და ყველაზე ხმაურიანი კითხვა, ხომ არ იყო აქ რამე ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? პირველ რიგში ერთი რამ კაცრად უნდა ვთქვათ. ვინც ამბობს, რომ Top4-იამ ბრძოლა გაყიდა, ეს არის აბსურდი. ქართველს ჰქონდა 0 მარცხი. ეს არ არის უბრალოდ ციფრი რეკორდში. ეს არის კარიერის ბრენდი, ისტორია, მემკვიდრეობა და ის სტატუსი, რითაც Top4-ია UFC-ს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად იქცა. ასეთი 0 ფულზე არ იყიდება, ასეთი 0 გარიგებაზე არ იყიდება, ასეთი 0 არც ერთ ფასად არ იყიდება. Top4-ია შეიძლება დამარცხდა, შეიძლება იმ ღამეს რაღაც არ გამოუვიდა, შეიძლება KG-მ კარიერის ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ იმის თქმა, რომ ილიამ ეს გაყიდა, უბრალოდ შეურაცხყოფა არა მარტო მისთვის, არამედ მთელი იმ გზისთვის, რაც ამ კაცმა გაიარა. ახლა გადავიდეთ ყველაზე ხმაურიან ნაწილზე, დოპინგის ეჭვებზე. ბრძოლის შემდეგ ბევრმა დაწერა, KG უცნაურად გამძლე იყო. როგორ გაუძლო ამდენ მძიმე დარტყმას? რატომ არ გატყდა მეორე რაუნდის შემდეგ? 37 წლის მებრძოლი როგორ დაბრუნდა მესამე რაუნდში ასეთი ტემპით? და მოდი გულწრფელად ვთქვათ, ეს კითხვები ჰაერიდან არ გაჩენილა. Top4-იას დარტყმის ძალა ყველამ ვიცით. ეს არის კაცი, რომელმაც ვოლკანოვსკი გათიშა. ეს არის კაცი, რომელმაც ჰოლოვეის წინააღმდეგაც დაამტკიცა
იმისა, რომ ელიტურ სტრაიკერებთან არაფერს თმობს. და როცა ასეთი მებრძოლის წინააღმდეგ გეიჯი არაფერს არ თმობს, ბუნებრივია, რომ ხალხს ეჭვი უჩნდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა გეიჯი მესამე რაუნდიდან თითქოს თავიდან დაიბადა. თუმცა ამ ეტაპზე დოპინგის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. UFC-ს ანტიდოპინგის სისტემა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ თუ ეს ორგანიზაციასთან იყო შეთანხმებული, დამერწმუნეთ, რომ ამას გარეთ არავინ გამოიტანს. როდესაც ასეთი ისტორიული საღამოა, როდესაც ყველაფერი ამერიკულ ნარატივზე დგას, როდესაც ტრამპი ზისი იქ, სადაც USA-ს ატმოსფერო იგრძნობა და ბოლოს ამერიკელი აუთსაიდერი ამარცხებს დაუმარცხებელ ჩემპიონს, ბუნებრივია ინტერნეტი ამას ჩვეულებრივ სპორტულ შედეგად არ მიიღებს. და სწორედ აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. იმ საღამოს ბევრს ისეთი განცდა დარჩა, თითქოს UFC-ს სჭირდებოდა ამერიკული ზღაპარი, თეთრი სახლის ეზო, ტრამპის იუბილე, 250 წლის ამერიკული სიმბოლიკა და ბოლოს ამერიკელი მებრძოლი, რომელიც ყველასგან ჩამოწერილი იყო ქამარს იგებს. სცენარის დონეზე ეს ჰოლივუდია, მაგრამ სპორტი ჰოლივუდი არ არის და სწორედ ამიტომ გაჩნდა ამდენი კითხვა. ატმოსფერო მართლაც საეჭვოდ იდეალურად დაჯდა გეიჯის გამარჯვებაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დადგმული იყო. ილია პირველ ორ რაუნდში თამაში იყო. მან გეიჯის საფრთხე შეუქმნა. მანაჩვენა, რომ მისი ბოქსი, ტაიმინგი და ძალა ისევ ელიტურ დონეზეა. თუმცა მეორე მხარეს იდგა კაცი, რომელიც მთელი კარიერა ტკივილზე, სიცხლზე და ქაოსზე ცხოვრობს. გეიჯის სტილი არ არის ლამაზი, გეიჯის სტილი არ არის იდეალური, მაგრამ გეიჯის სტილი არის დამანგრეველი თუ რიტმში შეგითხრია და იმ ღამეს სამწუხაროდ ილია სწორედ იქ შეიყვანა, ქაოსში. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ ახლა ვიტყვით, თოფურია დასრულდა. ახლა იწყება თოფურიას კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თავი და სწორედ ეს თქვა ქართველმაც, რომელმაც საკმაოდ ემოციური მიმართვა გავრცელა. ჯასტინ გილოცავ, თქვი რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და დატოვე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოს კი მარცხენაშიც. არანაირი თავისმართლება. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო სამწვრთნელი ბანაკი მქონდა. იდეალურ ფორმაში, სათანადოდ მომზადებული და სრულმზადყოფნაში გამოვედი. გასული ღამე შენი ღამე იყო. ასეთი ამ სპორტის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდ-გვერდ დადიან. ჭრილობებს მოვიშუშებ, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, ბრცენი და ბევრად უფრო სახიფათო. მერწმუნე ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან ძალიან შორსა. ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება. განაცხადა თოფურია. დაუმარცხებელი თოფურია უკვე ვნახეთ. ახლა კი უნდა ვნახოთ თუ როგორია თოფურია მარცხის შემდეგ. და ხშირად სწორედ ეს ქმნის ნამდვილ ლეგენდას. კონორ მაგრეგორმა წააგო და დაბრუნდა. ადესანიამ წააგო და დაბრუნდა. ვოლკანოვსკიმ წააგო და მაინც ლეგენდად დარჩა. ოლივეირა რამდენჯერმე ჩამოწერეს, მაგრამ ისევ მწვერვალზე ავიდა. UFC-ში მარცხი დასასრული არ არის. დასასრული მაშინ იწყება, როცა მებრძოლი მარცხს შინაგანად იღებს როგორც განაჩენს. თოფურია კი იმ ტიპის მებრძოლი არ არის, ვინც ამას შეეგუება. დოპინგი იყო? ოფიციალურად არ ვიცით. ტრამპის ფაქტორმა საღამოს ნარატივს უცნაური ელფერი მისცა? აშკარად. გეიჯიმ კარიერის საუკეთესო ღამე ჩაატარა? დიდი ალბათობით კი. თოფურიამ ბრძოლა გაყიდა? არა, ეს ისულელეა. ახლა კი კითხვა მარტივია. თქვენი აზრით რამ გამოიწვია თოფურიას მარცხი? ამ თემაზე ვიცი რომ ბევრი მოსაზრება არსებობს, ამიტომ საინტერესოა თქვენი არგუმენტებიც. ამ ძიმე მარცხის შემდეგ ერთადერთი კარგი ამბავი არის ის, რომ ილია თოფურია კარგად არის და ახლა ისვენებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვალბუდის სulis შესაძლო მოტეხილობა საბედნიეროდ იმ ძიმე სცენარით არ დადასტურდა, რასაც ბევრი ელოდა. ეს კი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ქამარი შეიძლება დაბრუნდეს, რეკორდი შეიძლება თავიდან აშენდეს, მაგრამ მებრძოლის ჯანმრთელობა ყველაფერზე მაღლა დგას. თუმცა სანამ ილია გამოჯანმრთელებაზე ფიქრობს, MMA სამყაროში გამოჩნდა არაერთი ადამიანი, რომლებიც მის მარცხს სვავებივით დაესივნენ. ყველაზე ხმაურიანი რა თქმა უნდა არმან ცარუკიანი იყო. კაცი, რომელმაც თოფურიას მარცხზე უზარმაზარი ფული მოიგო. გავრცელებული ცნობებით დაახლოებით $6 მილიონ. ახლა კი ცდილობს, რომ ეს გამარჯვება საკუთარი დიდების ნაწილად აქციოს. ეს უკვე სპორტული პროვოკაცია აღარ არის. როცა მებრძოლი ჰოსპიტალშია, სახე დასიებული აქვს და შენ ამ დროს ეუბნები, რომ ილია აღარ არის თოფურია, ან ფულით დახმარებას თავაზობ გამოსაჯამთელებლად, ეს თრეშტოლკი აღარ არის. ეს რა თქმა უნდა მის ადამიანობაზე უსვამს ხაზს. ასევე ცოტა ხნის წინ მან კიდევ ერთი ირონიული კომენტარი გააკეთა. მარცხის შემდეგ პედი მისთვის საუკეთესო მეტოქი არ არის. პედის მაგარი ნიკაპი აქვს. მისი ნოკაუტში გაგზავნა რთულია. 5 რაუნდიანი ბრძოლა პედისთან ძალიან რთული იქნება. უბრალოდ მიეცით მას მაიკლ ჩენდლერი. დაბრუნდეს და ნოკაუტში გააგზავნოს. ხომ გესმით? მას უნდა რომ გაუფრთხილდნენ. აცხადებს სარუკიანი. და ზუსტად ამიტომ იყო საინტერესო მაკრეგორის რეაქცია. კროუფორდს შეუძლია დაცინვა, მაგრამ თოფურია MMA-ში დაეცა. იმ სპორტში, სადაც თვითონ შესვლის გამბედაობა არასდროს ჰქონია. მაკრეგორმა სწორედ ეს თქვა, როცა კროუფორდს უპასუხა და ილიას დასვას სცადა. და ბოლოს, ეს ფოტო, რომელიც ახლა ყველგან ვრცელდება და სწორედ ამ ფოტომ გააჩინა კიდევ ერთი ყველაზე ხმაურიანი ვარაუდი. სოციალურ ქსელებში ნაწილი ამტკიცებს, რომ გეიჯის ხელთათმაში თითქოს რაღაც უცხო დეტალი ჩანდა. რაღაც ისეთი, რაც თეორიულად დარტყმის სიმძიმეს გაზრდიდა და მეტოქის სახეს უფრო სწრაფად დააზიანებდა. ილია მთელი კარიერის განმავლობაში უამრავ ძლიერ მეტოქეს შეხვდა. მძიმე დარტყმების
მოტყმების მიუღია, მაგრამ გეიჯისთან ბრძოლაში მისი სახე ძალიან სწრაფად დასივდა. ჭრილობებიც გაჩნდა და დაზიანების მასშტაბმა ბევრს კითხვა გაუჩინა. ეს ფოტო 100%-იანი მტკიცებულება არ არის, მაგრამ ის ნამდვილად გახდა მიზეზი, რის გამოც ინტერნეტმა კიდევ ერთხელ იკითხა. გეიჯიმ უბრალოდ იდეალური ბრძოლა ჩაატარა, თუ ამ ღამეში იყო რაღაც ისეთი, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის გითხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.